დედაქალაქის მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით თბილისში რუსთაველის პირველ ნომერში დაწყებული საცხოვრებელი სახლის სადარბაზოების აღდგენითი და გამაგრებითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. შიდა სამუშაოებთან ერთად სრულად განახდა სადარბაზოს საფეხურები და შეკეთდა დაზიანებული საყრდენი კედელი. მიმდინარე სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დაათვალიერა, ნიკამელია ადგილზე მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მიისმენდა. რუსთაველის პირველ ნომერში მიმდებარე სამუშაოები, რომელიც გულისხმობს 6 სადარბაზოს გარემონტებას, არის ნათელი მაგალითი თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს მოსახლეობამ გამგეობასთან და გამგეობამ მოსახლეობასთან და სწორედ აი ამ მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ ჩვენ მუშაობა. ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობამ აღიქვას, რომ გამგეობა და მერია არ არის პატრონი, არის პარტნიორი და ჩვენ აი ამ თანამშრომლობის საფუძველზე ძალიან ბევრ პროექტს უკვე ვახორციელებთ. სახლი აშენდა 1998 წელს და მას შემდეგ სადარბაზოში რემონტი არ გაკეთებულა. მასწავლებლების დიდი სურვილი იყო, რომ გალამაზებულიყო სადარბაზო, მივმართეთ ხოვნის შუამდგომობით მერიას და ამჟამად კეთდება სადარბაზოში არაჩვეულებრივი ძალიან კარგი რემონტი და ამით ძალიან კმაყოფილები ვართ.